ახალი საკანონმდებლო ცვლილების პროექტით ქართული ოცნება აპირებს, რომ გააუქმოს 2007 წელს ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, რომელსაც წინა ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია დაარქვა. მმართველი პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ეს პოლიტიკურად გაუმართლებელი ნაბიჯი იყო და მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ავანტიურად გამოიყენა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ 2007 წელსვე აღდგა 1990 წლის ადმინისტრაციული საზღვრები, რამაც კონფლიქტი ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ მხარესთან კიდევ უფრო გააღრმავა. ამან კი ქვეყანა 2008 წლის აგვისტოს ომამდე მიიყვანა. მისივე თქმით, ეს არამხოლოდ შეცდომა, არამედ ღალატი იყო. ამიტომ ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლიდან 13 წლის შემდეგ ეს ადმინისტრაციული ერთეული უნდა გააუქმონ. ეს იყო ღალატი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, იმის გათვალისწინებით მათ შორის, რაც შემდეგ მოყვა ამ ყველაფერს. 2006-ში ჩატარდა უკანონო ანტიკონსტიტუციური სეპარატისტული არჩევნები სააკაშვილის რეჟიმის ორგანიზებით და ხელშეწყობით. 2007-ში ამ არჩევნების საფუძველზე შეიქმნა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ადმინისტრაცია. 2007 წელსვე აღდგა 1990 წლის ადმინისტრაციული საზღვრები. ამით შექმნეს ყველანაირი წინაპირობა, მათ შორის სამართლებრივი მხრივ, იმით რომ ადმინისტრაციულ საზღვრები აღადგინეს და მეორე შექმნეს ის ესკალაციური გარემო, რამაც მიგვიყვანა 2008 წლის ომამდე. რაც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ეროვნულ ინტერესებს, ეს ჩვენ სამართლებრივ პოლიტიკურ ტერმინოლოგიურ სივრცეში არ დარჩეს და სწორედ ამას ემსახურება ეს გადაწყვეტილება. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ეს ფორმალური ადმინისტრაციული ერთეული სინამდვილეში საქართველოსთვის სეპარატისტული ოსეთის ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებაზე ზეწოლის ერთ-ერთი ბერკეტი იყო, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მიმართულებით. მისი გაუქმებით კი ქართული ოცნება ასუსტებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობას და ხელს უწყობს ქვეყნის ოკუპანტისათვის დანაწევრებას. ზოგიერთი ოპოზიციური პარტია კი ამ ადმინისტრაციის სახელისა და ფორმატის შეცვლით შენარჩუნებას ემხრობა. განსაკუთრებით კითხვის ნიშანი არის იმასთან დაკავშირებით, რატომ ახლა. უკვე დიდი ხანია, რაც დაიწყო ივანიშვილის მიერ საჯაროდ ბოდიშის მოხდით ოკუპანტის წინაშე. შემდეგ ეს გაგრძელდა წულუკიანის კომისიით, რომელმაც ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა. შემდეგ ამას მოყვა გიორგი გახარიას წინააღმდეგ ქართული მიწების დაცვის გამო აღძრული საქმე, რაც რა თქმა უნდა არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესების და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ აღძრული საქმე და არა გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრული საქმე, ჩორჩანას ეპიზოდს გულისხმობ და ბუნებრივია ამ ყველაფერს, როდესაც მოყვება უკვე ეს ახალი ინიციატივა, რა თქმა უნდა ეს აჩენს ბევრ კითხვის ნიშნებს. იმასთან დაკავშირებით ხომ არ დაკარგავს საქართველოს მაგალითად საკუთარ პოზიციებს იგივე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. მივესალმებოდით მაგალითად და ჩვენი ინიციატივა იქნებოდა რა თქმა უნდა სახელის შეცვლა და სამხრეთ ოსეთის ნაცვლად სამაჩაბლოს გამოყენება, რადგან ეს რა თქმა უნდა რეალურად ასახავს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ინტერესებს. რუსულმა ოცნებამ გააკეთა ის, რომ წერს უხდის ბოდიშს, საერთაშორისო ჟენევის მოლაპარაკების ფორმატს ლამობს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ჩვენი ტერიტორიული დანაწევრებისთვის და რეალურად ჩემი ანალიზით ემზადება უდიდესი ღალატისთვის იმისთვის, რომ საბოლოოდ მტერს ჩააბაროს საქართველოს ოკუპირებული რეგიონები. ხელისუფლებაში ყოფნის 13 წლის განმავლობაში რა გააკეთა თავად რუსულმა ოცნებამ. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მმართველმა პარტიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. პროცესი პარლამენტში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. ამას ქართულ ოცნებაში ეროვნული ინტერესების გატარების შესაბამის გადაწყვეტილებას უწოდებენ. ოპოზიციაში კი პირიქით თვლიან. ალეკო კვეტაძე, ევრონიუს, ჯორჯია.